მოგესალმებით ჩვენ უძირფასო გამომწერებო. დღეს ჩვენ მივყოფებით რუხში. მოვინახულებთ წმინდა ნიკოლოზის ტაძარს და ბლიც ინტერვიუს ჩავწერთ მამა არჩილ ფიფიასთან. მეც მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, როგორც მიიღწევთ აღნიშნეთ ჩვენ მივყოფებით რუხში. ეს არის ჩვენი ვლოგი, სადაც ძალიან ლამაზ და ძვირფას კადრებს შემოგთავაზებთ. იყავით ჩვენთან ერთად, გამოიწერეთ ჩვენი არხი და აი დაელოდეთ ჩვენს ვიდეოს ჩვენს YouTube არხზე. დროებით ახლა კი წავედით მამა არჩილ ფიფიასთან. მოკლედ, მოვედით უკვე ტაძარში. ეს არის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი და აი, უბრალოდ ნახეთ რა, როგორი ხიოვანი არის ტაძრამდე მისასვლელი. აი, ძალიან ლამაზია, ისეთი სიგრილია, რაღაცნაირი სულიერი სიმშვიდე სუფევს და მიხარია რომ აი ასეთი ადგილები აქვს საქართველოში ძალიან ბევრი და შეგვიძლია მოვილოცოთ. აი, ეს არის ჩვენი ისტორია, ეს არის ჩვენი წარსული არის, რაც ყველაზე მთავარია და შეგეძლოთ წმინდა ნიკოლოზი ჩვენ და ჩვენს გამომწერას და ჩვენი გვერდის გამოწერა როგორც Facebook-ზე, ისე YouTube-ზე არ დაგავიწყდეთ, ასე რომ თუ გინდათ რომ ნახოთ საინტერესო კადრები, აუცილებლად უნდა დარჩით ჩვენთან ერთად, უნდა უყუროთ ჩემსა და მირზას გადაღებულ ვიდეოებს და საინტერესო ბლიც ინტერვიუებს, ასე რომ დაათვალიერეთ ახლა და დათქმით ამ მშვენიერებით. ჩემო ძვირფასებო, აბა წამოყვებით. ქრისტიანისთვის მიზანი ლოგისტიკურია რომ არის საცმოლება, მაგრამ იწყება იმით, რომ ვინც იბადება ქრისტიანად ეკლესიაში, როგორც აი ცნობილი მოძღვარი სარათელოზე ამბობს, ქრისტიანობა ასოცირდება სიყვარული და როგორ ეხმარება ეკლესია ადამიანს, რომ ღმერთის სიყვარული ვისწავლოთ. სიკელი იმისათვის, რომ ჩვენს გვერდიდან და ჩვენად ოფიციალურად დარეგისტრირებული IP გვაქვს სამსიმართლე ორგანიზაცია და ჩემი ხელმოწერი და ჩვენი ბეჭედი ორგანიზაცია. უღრმესი მადლობა. მე დავამჩნევ თქვენი ორგანიზაციამ წამსი მართლმადიდებელი გვერდი, რომელიც ძალიან დიდ საქმეს ეწევა ახალგაზრდებისთვის და ჩვენი ეკლესიისთვის. აი ეს ეს არის ჩვენი გამოცემული ციგნი. ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია მამა გაბრიელზე არის ეს ციგნი. უღრმესი მადლობა. ბავშვების ჩართულობით მოვიძიეთ ინფორმაციები და მე მეავგინძე ეს ყველაფერი და გამოვეცეთ პატარა ციგნი. მეორე არის კიდე ცხოვრება და ღვაწლი პარაკლისა და უჯამელი წმინდისა დიდმოწამისა ბარბარეს. აი ეს ნიშანდობლივია, იმიტომ რომ ჩვენ ავაშენეთ ბარბარეს ტაძარი, სადაც ეს ციგნი ალბათ გამოიყენება აუცილებლად და ის დაუჟრებლად წავიკითხავ. ეს არის მცირე საჩუქარი და ყველაზე შეიძლება ეს. ეს რამბავი საჩუქარია ეს. ეს კონტე შეიძლება, მაგრამ ეს კიდე უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა მომასე. მეც ძალიან მიყვარხართ. უღრმესი მადლობა მოფერებისთვის, მოსვლისთვის, მობრძანებისთვის და იმედია კიდევ ჯერჯერ გექნება ურთიერთობა. აი ეს არის შემოგეცილში. წმინდა ნიკოლოზი შეგეძლო. დასრულდა ჩვენი ვლოგიც. აი ნახეთ ეს დიდებული ტაძარი, მოვილოცეთ რა თქმა უნდა.
და ძალიან ძვირფასი ინტერვიუ ჩავწერეთ, ბლიც ინტერვიუ ჩავწერეთ ძვირფას მოძღვართან და ჩვენი აი სიტყვა გავუზიარეთ და პატარა საჩუქრები ხოდა მამაოსთვის. როდესაც მიდესეც გადავეცით, გავახარეთ მამო და ჩვენს ხოდა გახარებულები ვარ და რა ვიცი, მადლობა გმართ ყველაფრისათვის. ერთი ორი სიტყვა შენს დაიმშვიდობები და ამით ჩვენი ბლოგი დასასრულს მოხდება. ძალიან კარგი დღე იყო, მამა არჩილი არის ძალიან აჩვეულებრივი პიროვნება. ისაბაზის სასულიერო პირი და ყოველთვის სიხარულით იხსებით, რასაც სტუმრობ მამა არჩილს და დიდი მადლობა მას ასეთი გულთბილი დახვედრისთვის. ჩვენ კი მომავალ ვიდეოს შემოგთავაზებთ სხვა სასულიერო პირს. აიხარეთ, აბა კარგად გზადდება.